მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი საჯარო გაშლით. დღეს საჯარო გაშლა მექნება ესეც შეკითხვაზე, თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა ეხლა და რა ახალ ენერგიებში გადადიხართ. ჩაბნელებული მექნება დღეს. დღევანდელი საჯარო გაშლა ესე გადავწყვეტ ეგეთ ხასიათდება. კეთით კი გახსოვთ ჩემს გამომწერებს რომ მე მიყვარს ღამით ჩაწერა გაშლების და კონსულტაციების უმრავლესობასაც ვცდილობ ხოლმე რომ ღამით გავაკეთო. ჩემთვის ესე უფრო კომფორტულია. ღამით საღამოს თუ თქვენთვისაც ეს მოსახერხებელია ხოლმე. ეხლა კი კონცენტრირდით საკუთარ თავზე. თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა პირველი და მეორე ვარიანტი. მოდი მესამეც იყოს. მოდი ესე მოვიქცეთ. პირველი ვარიანტი იყოს აი არჩას კარგად ამისთვის თოა იდეაში. პირველი მეორე ვარიანტი სელენიტი და მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ისევე ჩვენს ხოს მეორე ვარიანტი პირველი მეორე და მესამე ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი მე კი ნელა დავიწყებ საჯარო გაშლას თქვენთვის. პირველი ვიც ამოვიჩიეთ თქვენთვის. რა პასუხია? რა ენერგიებში ხართ და იცით რა არის, მოდით ჯერ დავიწყებ და მერე ჩავყვეთ. უპირველეს ყოვლისა ახლა ამარკანიდან გამომდინარე, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის შემდეგი, რომ ეხლა თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება ვერ გრძნობდეს ფინანსურ სიმყარეს, ან თვალთ მაინც და მაინც კმაყოფილი არ იყოთ იმ შედეგებით, რაც ახლა გაქვთ ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, რომ ეს არის უბრალოდ დროებითი პროცესი, იმ ყველაფერს, რასაც ასე ვთქვათ, საძირკველი ჩაუყარეთ, რაშიც ენერგია და რესურსი ჩადეთ, უკან დაგიბრუნდებათ, უბრალოდ ეს არის დროის საკითხი, იმიტომ რომ ეხლა რა პერიოდიც გიდგათ თქვენ ცხოვრებაში არის ჯერ აი როგორც გაზაფხული, ხო? თუ რაიმე ესეთი საკითხია, რაც დაიწყეთ და ჯერ ნაყოფი ვერ გამოიღოთ და რაღაც ვერ ხედავთ შედეგს და ცოტა თუ უიმედოდ შეიძლება იყოთ განწყობილი, რომ უკვე შეიძლება რაღაცა ცოტა პესიმიზმით შემოგეპაროთ რაღაცასთან მიმართებაში, რომ აი რით ვეღარ გამოვიდე და რით ვეღარ დაადგა საშველი და აი თუ კი მოუთმენლობა გაქვთ რამესთან მიმართებაში, მე გეუბნებით, რომ აი ეხლა რეალურად აი სეზონების მიხედვით რა ვთქვათ, ეხლა არის გაზაფხული, აი ამისთვის და უბრალოდ ყვავის ეს თქვენი ენერგეტიკაც, საქმეც, თუ რა ვიცი ეხლა რა საკითხიც გაფიქრებთ და განერვიულებთ აი ამ ამბავთან მიმართებაში, მინდა გითხრათ, რომ ჯერ უბრალოდ არ მოსულა იმის დრო, რომ რაღაცები დაიძრას, იმიტომ თქვენ ვერ დააჩქარებთ ამ პროცესებს. ბუნებრივია, რომ ეს რაღაცები ნელა ვითარდება და თქვენი ენერგეტიკაც, რომ რაღაც ამ მდგომარეობაშია, რა ენერგიებშიც ხართ, საქმეც შესაბამისი ტემპით მიყავთ, ხო? აქედან გამომდინარე არის ის შედეგი, სადაც ხართ და ბუნებრივია უბრალოდ ამის თქმას ვცდილობ და ნუ ეცდებით ხელოვნურად პროცესების დაჩქარებას. აი ამის თქმა მინდა თქვენთვის. აბა რა ახალ ენერგიებში გადადიხართ? ძალიან დიდი ხანია ამ დასტით არ გამიკეთებია გაშლა, საერთოდ ეს არის ორაკული. დიდი ხანია არ გამომიყენებია და ეხლა ისე მომინატრა და ისე მომინდა რომ ამით გამიკეთებინა გაშლა. რა ენერგიებში გადადიხართ?
ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან გაგიძლიერდებათ ინტუიცია, წინათგრძნობა, შეგრძნებები. აი თითქოს თეთრის და შავის გარჩევას ისწავლის ძალიან კარგად. მე ვიტყოდი ადამიანების ნამდვილი სახეების დანახვას. და აი იცით რაღაცა ესეთი საინტერესო გადაფასების პერიოდი დაგეწყებათ, სადაც გაარჩევთ რეალურად თქვენი მეგობარი ვინ იყო, თქვენი ასე ვთქვათ, გამქილიკებელი, ვინმე თუ თქვენზე სხვა ადამიანს აქეზებდა, ან თქვენზე განწყობის გაფუჭებას თუ ცდილობდა. აი მაგალითად, აი ძალიან მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ თქვენ თუ გქონდათ ეჭვი, თქვენს რომელიმე მეგობარზე, მაგალითად, რომ აი თქვენს ზურგს უკან ხوار ჭორაობდა, ან რაიმე ესე ორპირი განწყობით ხوارი იყო, მაგალითად, ხო? აი შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი კი არ იყო დამნაშავე, ასე ვთქვათ, არამედ სხვა ადამიანების ზემოქმედების ქვეშ იყო და სხვა ადამიანებიდან გამომდინარე შეიძლება არასწორ ინფორმაციებს იღებდა თქვენზე და იმ მომენტისთვის შეიძლება რაღაცები ისე არ ეგონა, როგორც სწორი და წესიერი იყო, მაგრამ თქვენ თუ გქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია, აი ეხლა გაიგებთ იმას, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი, ვინც თქვენ ვისშიც ეჭვი შეიტანეთ, სინამდვილეში ეს ადამიანი არ იყო დამნაშავე. და თვითონ ეს ადამიანიც იყო აი ამ ტყუილი და არასწორი ინფორმაციების მსხვერპლი რაღაცნაირად. და უფრო თანაგრძნობა გაგიჩნდებათ და უფრო მეტად შეიძლება რომ შერიგება ეხლა არ ვიცი ეხლა თუ პირდაპირ დაჭუბრები ხართ ან რაღაცა ხო ცოტა ისეთია, მაგრამ აქ უფრო დაინახავთ რეალურად აი მაგ პრობლემის თავში ვინც იდგა, მაგას დაინახავთ რა, მოკლედ მაგის თქმა მინდოდა. იმიხვდით ხო? ეგ არის და აი ისეთი აი რაღაცნაირად აი რაღაცას შეამჩნევთ, დაინახავთ, შეიძლება შეესწროთ ისეთ დიალოგს, ან ისეთ გარემოებაში აღმოჩნდეთ, რომ აი მიხვდე, რომ ეს ადამიანი სხვაზე რო ესე ვთქვათ, სხვას რო ესე ექცევა პირობითად, ხო? ჩემთან მიმართებაში როგორ ლაპარაკობს და მე ერთ-ერთზე რო ნახულობს როგორ ექცევა, ხო? და მე შეიძლება დაფიქრდეთ, რომ კაცო, ეს თუ ესე იქცევა, იქნებ ჩემთანაც ესე მოიქცეს. აი რაღაცაში აი მახვილი თვალი, მახვილი მზერა, თუ სმენა, თუ აი რაღაცაში ისეც დაინახავთ და ისეთ ამბავს დაიჭერთ, რომ რაღაცები აი დაალაგდება, გაიაზრებთ, გადააფასებთ, ხო? აი რაღაცა, ოღონდ თქვენსაც იკეთოთ, ეხლა მე არ ვთვლი, რომ აქ რაღაცა ჭორაობები, ისე ხო შეიძლება იყო რაღაცა აი ამბების მიტანა, მოტანა და ეს აი რაღაცა ესე სამკუთხედი, ოღონდ სასიყვარულო კი არა, რაღაცა სადაქალოს თუ სათანამშრომლობოს თუ რა ვიცი, სათანამშრომლობო რა სიტყვა, თანამშრომლების. მოკლედ ну რაღაცა ამბავს გაარკვევთ, ოღონდ აი თქვენს თავში. ისე კი არა, ხა ვიღაცასთან მიხვიდეთ და მტყუარ მართალი არჩევთ რაღაც. არა, უბრალოდ დაინახავთ, ვინ იყო სათქვენოთ და ვინ ძირს გითხრიდათ. აი მაგას დაინახავთ. და უფრო აი თქვენს შინაგან სამყაროში და თქვენ თავში დაალაგებთ ადამიანებს და პრიორიტეტებს, ისე როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო პირველო ვარიანტო. გელოდებით კომენტარებში, ლაიქებში და მე გადავალ ახლა მეორე ვარიანტზე, ვინც შეიფიქრა, აი ეს ძალიან მეყვარს ეს ქვა. სერენიტი. ჩემი სახია. რა ენერგიებში ხართ და ძალიან საინტერესო ენერგიებში ხართ. საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ, უდაოდ. მე ვიტყოდი, რომ კარგი დაცვაც გაქვთ.
ოღონდ ბუნებრივად რა ეხა თუ რაიმე ესეთი ენერგეტიკული ან მაგიური პრაქტიკა გაქვთ განხორციელებული ის რაც გეხმარებათ თქვენი ენერგეტიკის გაძლიერებაში ხო კარგი თუ არა და ბუნებრივადაც შეიძლება რომ გქონდეთ ესეთი საკმაოდ შეკლული ძლიერი აურა და ენერგეტიკა უბრალოდ თქვენი პრობლემა არის ის, რომ თქვენ თვითონაც ვერ იაზრებთ, რამდენად ძლიერები ხართ. ხო? არა თქვენი პრობლემა, ვერ იაზრებთ, ვინ ხართ და რა შეგიძლიათ და რამხელა რესურსს შეიძლება რომ ატარებდეთ. ეგ არის ახლა თქვენი ამბავი და ეს შეიძლება ცუდად ჟღერდეს ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ შეიძლება თავს ბრჭყალებში უყადრებდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი შესაფერისები არ არიან საერთოდ, მაგრამ ეგ ხდება იმიტომ, რომ თქვენი თავისუფასი არ იცით. ასე გეტყვით პირდაპირ. მე ხა ზოგადად მე იმას კი არ ვიცახი, ხა ვინმე ცხვირი აიბზუოთ და ვინმე აბულინგოთ ან რაღაც რა სისულელია. თავაზიანობა და ზრდილობა ყველას მოგვითხოვება, უბრალოდ თუ შენი თავისუფასი არ იცი ადამიანმა ყველა და ყველაფერი ისე მოგექცევათ, რომ უბრალოდ გამოგიყენებენ. აი ეს უგულისხმობ, რომ თქვენი თავისუფასი არ იცით და ზოგჯერ იქ ხართ, სადაც ყოფნა არ გეკადრებათ ხოლმე. თუმცა დიდი რესურსის და პერსპექტივის მატარებელი ხალხი ხართ მეორე ვარიანტში. რა ენერგიებში გადადის მეორე ვარიანტი? რა საინტერესოა? ну რაღაცა ყველაზე ესეთი მე ვიტყოდი მარტივი ეს არის რაღაცა ანუ ფინანსური სიკეთებიც გექნებათ უახლოეს პერიოდში შეიძლება რაღაც თქვა ბონუსები ან დამატებითი შემოსავლის წყარო გაგიჟდეთ ან ვინმემ გაჩუქოთ რა ფული თუ ვინმე გყავთ ისეთი ვინც შეიძლება რომ მატერიალურად რაღაცას გშუქნდეთ თქვა ამ ჩაგირიცხონ ან რამე ძვირფასი გაჩუქონ ხო მოკლედ რაღაცა მატერიალური სიკეთე გექნებათ ისეთი რასაც შეიძლება რომ არ მოელოდებოდეთ მაგრამ არ ხელფასის მომატება ხო რაღაც მაგრამ ეხლა ნახეთ რაშია საქმე ამას გარდა ნუ ყველაზე მარტივი თქო იმიტომ თქვი რომ უფრო საინტერესო რაღაცების არის აი აქ მეორე ვარიანტში ვისაც გქონდა დაგროვებული აგრესია გამოუხატავი წყენები ბრაზი და აი ამ ყველაფრის უფლებას თუ თქვენ თავს არ აძლევდით უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაიწყება თქვენში ისეთი ცვლილებები და ისეთი აზრები და სურვილები წამოვა თქვენში, რომ თავისთავად მიხვალთ პიროვნული გარდატეხის გზაზე და ეს გარდატეხა იქნება აი ესეთი ფორმის, რომ თქვენ ისწავლით, როგორ იმუშაოთ თქვენს ჩრდილოვან მხარეებთან, თქვენს აი ამ ცოტა ესეთ ბრჭყალებში შაუბნელი ხა ძალიან თქვა მე ჩრდილოვანი მხარე საერთოდ ხა კარგი გუსტავი გიჟდები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფსიქოლოგია და არა მარტო ფსიქოლოგი მე შემიძლია ვთქვა რომ მისტიკოსიც იმიტომ რომ იუნგს ჰქონდა ძალიან დიდი ცოდნა ეზოთერიაში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაც იუნგმა გააჟღერა ეს არის რომ ჩვენ ყველა ადამიანს გვყავს ჩვენი შინაგანი ჩრდილოვანი მხარე ჩვენ ყველას გვაქვს ეს და ძალიან ხშირად ამას გავურბივართ ხოლმე ადამიანები და აი ზუსტად თქვენ შემთხვევაში ეს არის რომ კი არ გაურბიხართ ამას თვალს გავუსწორებთ და იწყებთ მის მიღებას. და ეს მიღება იქნება ისეს თქვენ ძალიან დაგეხმარებათ, იმიტომ რომ თქვენ გახდებით ბევრად უფრო
დამშვიდებულიც, დაწყნარებულიც, უფრო ჰარმონიული, იმიტომ რომ ეგეც თქვენი პიროვნების ნაწილი, ანუ თუნდაც ის ფაქტი, რომ რაღაცეები თქვენთვის მიუღებელია და აქამდე თუ ცხოვრობთ ისე, რომ იცი რა, სხვას არ ეწყინოს, სხვა არ გავაბრაზო, სხვა რას იფიქრებს. აი, მაგ ყველაფერს ძალიან მეორე და მიასახარისხოვანს გახდით, იმიტომ რომ დაიწყებთ ცოტა უფრო ეგოისტურ ფიქრს. ოღონდ ეს ეგოიზმი მე ვფიქრობ, რომ უფრო ჯანსაღი იქნება თქვენთვის და ეს დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ადამიანი ერთხელ მოდიხარ, ერთხელ ცხოვრობ, აი ამ ინკარნაციით. ეხლა ქრისტიანებს და მუსლიმებს ეხლა თუ მიყურებთ, ამ რელიგიის წარმომადგენლები არ ჯერათ რეინკარნაციის და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს ერთი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ მე ვიზიარებ ბუდისტურ იდეოლოგიას და ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველას მრავალი ცხოვრება გვაქვს. და ეს რამდენი ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს ჩვენს სულს, ხო? ეს კონკრეტული რეინკარნაცია, აი დღეს რო ეს მოცემულობა გაქვს, აი ამ ცხოვრებით ხო მეორედ ვეღარ იცხოვრებ. ამიტომ ეს კონკრეტული მოცემულობა მხოლოდ ერთი შანსი გაქვს და იმდენად ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება, რომ არავის და არაფრისთვის თავი არ უნდა გადადო ზედმეტად და აი მაგის გააზრებას ისწავლით და იწყებთ ახლა თქვენ ყოველ შემთხვევაში გადახვალთ მაგ ენერგიებში და აი ეს კარგი გოგოს თუ კარგი ბიჭის როლი, რაც აქამდე გქონდათ მორგებული, რომ ცხოვრობდით სხვების ინტერესებით და ოღონდაც ყველა გაახაროთ და ოღონდაც ყველას ასიამოვნოთ, აი მაგას ივიწყებთ და იცი რა, მე მინდა ჩემი ცხოვრება საჩემოთ, აი ესეთი განწყობით აგრძელებთ ცხოვრებას და მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენ გეხმარებათ, იმიტომ რომ აი გამოუხატავი ემოციები მე არის აი როგორც სახლში რომ ნაგავი გქონდეს და არ გადაყარო და ის რომ აყროლდება და საშინელი სუნი რომ დადგება სახლში, ხო საშინელებაა და საზიზღვრობა, ხო წარმოდგენაზეც შეგეზარათ, ხო? გამოუხატავი ემოციებიც არის აი ეგრე. მათ შორის თუნდაც ბრაზი. მით უმეტეს საშინელებაა. ამიტომ უნდა გაასუფთავოთ და გაწმინდოთ თქვენი შინაგანი სამყარო და აი მაგ გზაზეც გახართ. და იცი რა არის, აი აქამდე თუ იცმედით და მეათე ჯერზე ერთიანად ისე მიახლით ის ადამიანს, რომ ყველაფერს ერთბაშად დააყრიდით თავზე. ეხლა უკვე მაგას სწავლობთ, რომ იცოდას, რომ რაღაცა არ მოგეწონება, თეჭვით, რომ არა, არ მინდა მაგის გაკეთება. ესე არ მომწონს, ჩემთვის ეს მისაღები არ არის და აი თქვენი თავის პრიორიტეტად დაყენებას სწავლობთ, თქვენი თავის დაცვას ისწავლით, საზღურების დაცვას და ასე შემდეგ რა, მოკლედ. ეს საერთოდ ქალბატონები ვინც მიყურებთ, თქვენი შინაგანი მასკულინური ენერგიის დამუშავებას იწყებთ, ოღონდ ჯანსაღად. აი თუ ვინმე თქვათ რაღაცა ამბიციები კარიერასთან მიმართებაში, სამსახურთან მიმართებაში, მაინც და მაინც ისე არ გქონდათ, ან ვერ ბედავდით, ეხლა უფრო თამამად შეიძლება რაღაც ნაბიჯები გადადგათ და მოკლედ, აი რაღაცა შიგნით ჩამალული ემოციები რაც გაქვთ, აი მაგის გარეთ გამოტანას ისწავლეთ და საინტერესო პერიოდი გელოდებათ ნამდვილად მეორე ვარიანტს. გაზიარეთ თქვენთვის საყვარელ ძვირფას ადამიანებთან, ვისაც იცით რომ უყვარს ასეთი ტიპის ვიდეოები, რომათაც შეეძლოთ მოусმინონ ამ ყოველივეს, ლაიქები, კომენტარები არ დაგავიწყდეთ და ეხლა ნელ-ნელა გადავალ მესამე ვარიანტზე. ვინც აირჩიეთ აი ეს გამოვწეროთ ამას. რა ენერგიებში ხართ ეხლა ამ მომენტისთვის? საინტერესოა. გავიგე. ამის დაზუსტება მინდოდა.
რა ენერგიებში ხართ და რაღაცა თვითგამოხატვის პროცესში ხართ აქტიურად ჩართული, რაღაცნაირად თქვენს შეიძლება საქმეში, ჰობში, მეგობრებთან რაღაცა თავზეჯერებულად ლაღად გამოხატავთ თქვენს სურვილებს, საჭიროებებს, მიზნებს. ეხლა შეიძლება რაღაც პატარა-პატარა სანერვიულები გქონდეთ, ეხლა ადამიანები ვართ ხო, ჩვენ ყველა, მაგრამ მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ სოციუმთან მიმართებაში ბევრად უფრო თავდაჯერებული ხართ, ბევრად უფრო გახსნილები ხართ და ეხლა თქვენი ენერგიები არის რაღაც ძალიან ესეთ მზის ენერგიებში ხართ და თავისთავად ნიშნავს იმას, რომ თქვენი ძირითადი ასე ვთქვათ ეს პერიოდის ენერგიები არის უფრო მიმართული გარე სოციუმისკენ, რომ რაღაცა რასაც აკეთებთ, ეს იყოს გარე სამყაროსგან აღიარებული, მიღებული, დაფასებული, რომ თქვენი რაღაც საქმე იყოს სასარგებლო სხვებისთვის. შეიძლება ისეთი პროფესია გქონდეთ, რომ ადამიანებს ეხმარებით მაგალითად, ან შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ ან გადატანით ვიმშობით ეხმარებით, ხო, რაღაცნაირად თქვენი ენერგია არის შიგნიდან გარეთ მიმართული. ეხლა ამ მომენტისთვის და მე ვფიქრობ, რომ უმრავლესი თქვენთაგანი უფრო 7 დელეგებული ცხოვრების მეცხოვრებთ, ეხლა აქ მაინც და მაინც კრიზისები ნამდვილად არ ჩანს. თქვენი ენერგეტიკა სხვათა შორის მესამე ენერგეტიკული ცენტრი, მანიპურა ჩაკრა, შეიძლება იყოს ძალიან აქტიური ეხლა თქვენს შემთხვევაში, ძალიან გახსნილი, გაბრდღიალებული. შეიძლება ძალიან კარგი პერიოდი გქონდეთ ეხლა რაიმეს სწავლისთვის სხვათა შორის, ხო? თუ რაიმეს სწავლა გინდათ, ეხლა დაიწყეთ, იმიტომ რომ ეხლა არის ძალიან საინტერესო პერიოდი თქვენთვის ამ თვალსაზრისით უფრო მარტივი იქნება ეხლა თუ კი ამას დაიწყებთ. მოდი ეხლა შევეკითხოთ ჩვენს ორაკულს, რა ენერგიებში გადადიხართ, თუმცა იმდენად კარგი ენერგიებში ხართ, თუ სწორად მიმართავთ ამ ენერგიას, ბევრი სასიკეთო შედეგიც შეიძლება რომ გამოიღოთ. უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, რომ რასაც არ უნდა აკეთებთ, ესე თქვენთვის არ დაიტოვოთ, არა, გამოხატეთ, აჩვენეთ. მაგალითად ვინმეს თუ რაიმე ესეთი ჰობი გაქვთ, რა ვიცი, ცეკვა, სიმღერა, ხატვა, რაიმე ესეთი საქმიანობა თუ გაქვთ, ნასწავლი მაგალითად და აქამდე თუ არ აჩვენებდით, გამოხატეთ, სხვებს მოუყევით, უთხარით, რომ ამას ვაკეთებ, ისე კი არა, რომ რაღაცა უაზროდ თავიგოთ, არა, პროდუქტიულად წარმოაჩინეთ ეს თქვენი საქმე, თუ თქვენი თავი, ხო, რასაც არ უნდა ეხებოდეს. გამოიყენეთ ეს პერიოდი ამის თქმა მინდა. სწავლასთან მიმართებაში კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან კარგი პერიოდი. უცხო ენა იქნება ეს, რაიმე პროფესია, ხელობა, რა ვიცი, თუნდაც რა ვიცი, მართვის მოწმობის აღებისთვის თუ ემზადებით ვინმეს, ხო, რა ვიცი. კარგი პერიოდია, მოკლედ ამის თქმა მინდა, ტრენინგებისთვის, კურსებისთვის. რა ენერგიებში გადადის მესამე ვარიანტი? კი ბატონო. კარგი სადმიდის ეს გზა. ვაუ. რა საინტერესო. თქვენ თუ გქონდათ წარსულში რაღაც ესეთი დეპრესიული პერიოდები, საკმაოდ მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა და ფონი თუ კი გაგაჩნდათ და მე ვფიქრობ, რომ გქონდათ რაღაცა თქვენი საფიქრალი და სანერვიულო, მაგას იცით როგორ დაასრულებთ, რომ უკან წარსულში არც კი გაიხედებით და გადადიხართ, როგორ პერიოდში იცი, სიამოვნების სწორად მიღებას სწავლობთ, გართობას სწავლობთ, თუ უკვე იცით, ახლა ვიცი რომ ვიღაცებს გაგიკვირდებათ, მაგრამ კი არიან ადამიანები, ვინც არ იციან როგორ გაერთონ.
ან თუ ერთობიან ვერ ირგებენ, იმიტომ რომ არ იციან ეგ ემოცია როგორ მიიღო და როგორ დაიტოვონ და თქვენ მაგას თუ არ იცოდით და თუ აქამდე ვერ ირგებდით სიხარულს, აი მე ვიცი არიან ადამიანები, ვისაც ეშინიათ სიხარულის, იმიტომ რომ გონიათ რომ აი ეხლა თუ ბედნიერები არიან, მერე მოხდება რაღაცა ისეთი, რაც ძალიან ეწყინებათ, ესეთი თვით დესტრუქციული პროგრამები აქვთ ხოლმე, ეგეთი ადამიანებიც არიან სამწუხაროდ და თუ ვინმეს გეცნოთ ეს აღწერა, იცოდეთ რომ გამოდიხართ დაასრულებთ და დააწერტილებთ ეგეთ ასე ვთქვათ აზროვნებას და საერთოდ რაღაც ესეთი სასიხარულო ცვლილებები გელოდებათ რაღაცნაირად ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს არკანი მოგზაურობაზე არ მიმითითებს ხოლმე, მაგრამ აი ეხლა ესე ინტუიციურად შეგრძნების დონეზე მოდის ინფორმაცია, რომ შეიძლება ბევრი პატარ-პატარა მოგზაურობები გქონდეთ. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ეხლა შეიძლება თვეობით სადმე მიდიოდეთ, ეხლა ხო არის რაღაცა აი მართლა რომ მიდიან რაღაცა კვირობით და თვეობით და მთელს ქვეყანას რო ფეხით შემოვლენ ხოლმე. არა, მაგრამ აი პატარ-პატარა რაღაცა მოგზაურობები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ხო, აი რაღაცა აი პატარ-პატარა რაღაცა გასვლები გექნებათ და აი რაღაცა მოგზაურობა ძალიან გეხმარებათ, იცი? აი ადგილის, ლოკაციის შეცვლა თქვენთვის იქნება ძალიან დამხმარე და თუ არ გიხერხდებათ საზღვრებს გარეთ წასვლა, თუნდაც აი ქვეყნის შიგნით პატარ-პატარა ტურები რაც არის, იქ მაინც იარეთ ხოლმე, იმიტომ რომ იქ რაღაცა ახალი გარემო, ახალი ადამიანები თუნდაც ხო ჯგუფურ ტურებზე. აი ძალიან ეს გეხმარებას და მე ასევე შემიძლია გითხრათ, რომ მესამე ვარიანტი, თუ აქ მიყურებთ ადამიანები, ვისაც პირადი ურთიერთობა არ გაქვთ აწყობილი, თუ არის ესეთი შემთხვევა და თუ თქვენ ხელს გიშლიდათ თქვენი სტერეოტიპული წარმოდგენები ოჯახზე ან გარკვეული შიშები, შეიძლება გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი, იცოდეთ რომ თქვენ გადიხართ პიროვნული ტრანსფორმაციის გზას, რომელიც მიდიყვანთ საბოლოოდ ოჯახამდე, ოჯახის შექმნამდე. და აი რაღაცნაირად ალაგებთ აი ამ სიტუაციებს თქვენ ცნობიერებაში და აი თუნდაც პარტნიორობაზე, ოჯახზე თქვენს წარმოდგენებს ცვლით მთლიანად და რაღაცნაირად თქვენ პრიორიტეტებსაც ცვლით, მე ესე ვიტყოდი. ოღონდ აი იცით როგორ აი აბალანსებთ რაღაცას თქვენ თავში, ანუ ის როლები, თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობაში, როგორც აქამდე წარმოგედგინათ, აი ამას საერთოდ ცვლით და საერთოდ სხვა მოდელზე გადადიხართ და ფიქრობთ, რომ იცი რა ეგეთი ურთიერთობები, რაც აქამდე მეგონა რომ მინდო და საერთოდ არ მჭირდება თურმე და თურმე საერთოდ სხვანაირი რაღაც მდომებია ურთიერთობაში, ხო? ანუ აქამდე თუ რაღაცა ტიპის ადამიანები მოგწონდათ, შეიძლება მიხვდეთ, რომ ეგეთ ადამიანებთან საერთოდ შეიძლება ბედნიერი არ იყოთ და ამიტომ საერთოდ სხვანაირ ადამიანებზე გადაერთოთ და აი ეს სხვა ტალღებზე გადასვლა საბოლოოდ გაპოვნინებთ თქვენს შესაფერის პარტნიორს. ესე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ თქვენ ამ გზას ადგახართ. აცნობიერებთ თუ არ აცნობიერებთ, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მაგამდე მიდიხართ. უბრალოდ თქვენი ცვლილების გარეშე ეგ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ძალიან ამ ვარიანტში შეიძლება იყოს დაქორწინების ან სიყვარულის შიში, კი ამ ვარიანტში ეგ ჩანს სხვათა შორის, იცი? ეგ გაგიცნობიერებიათ თუ არა, აი თუ ვინმე პირად ურთიერთობებს ახლა ვერ აწყობთ ამ ვარიანტში, იცოდეთ რომ თქვენ გაქვთ რაღაცა შიშები, ან მიტოვების, ან რა ვიცი მე ხო გულის გატეხვის უარყოფის, რა ვიცი, ხა ბევრი შიშია ხო ხა ყველამ თქვენ თავში ჩაიხედეთ და გააცნობიერეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აი გეუბნებით, რომ თქვენ ადგახართ მაგ გზას, რომ თქვენ ცვლით თქვენს წარმოდგენებს და იცით რა მინდა რომ გაიაზროთ, რომ ის ურთიერთობები, რაც თქვენს გარშემო ადამიანებს აქვთ, მაგალითად თქვენს მშობლებს, მეგობრებს, რა ვიცი, ბებიას, ბაბუას, რა ვიცი, ვინც გყავთ ხო გარშემო. ეს მოდელები, რაც თქვენ გინახავთ, არ არის აუცილებელი, რომ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობაშიც იგივე განმეორდეს. არა და არა, იმიტომ რომ თქვენ გექნებათ ისეთი ურთიერთობა, როგორცაც თქვენ პარტნიორთან ერთად შექმნით. კი, ორი ადამიანი აშენებს ურთიერთობებს და ისეთი წესებით, როგორცაც ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან თანხმდება. და თქვენი არჩევანია რა. თქვენი არჩევანია და ეგ უნდა გაიაზროთ.
და მაგას იაზრებთ კიდეც. ესეთი იყო მესამე ვარიანტი, ჩემო ყოჩაღებო, ჩემო ლამაზებო. მე მინდა შეგახსენეთ, რომ პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ, უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე 511 14 91 78. ეხლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ. ნახვამდის.